მოგესალმებით მეგობრებო, როგორც გუშინ გააგეცხოვათ, ჩემი დღიური გეგმა უნდა შევასრულო, ერთი თვეც გამიძელით და მერე წავალ, მივდივარ. მეგობრებო, მივდივარ ლაივიდან რა, აღარ მინდა ეს ლაივები. აქ რაღაც მაქვს. ეხლა ერთი თვის გეგმაც მოიცა და როდის იქნება ერთი თვე, როდის არის? ეხლა არის 22 დეკემბერი. რა 22, 26-ია უკვე. 28 ყოფილა თურმე ხალხო. დედა ძალიან ჩამოვჭი დროს. 27 დეკემბერია მეგობრებო დღეს. და მე გაჩვენებთ რას ვაკეთებთ ჩვენ სახლში. მეგობრებო, აი ძველი სოფლების სახლებში თქვენ იცით რომ აი აქ არის ღრიჭოები ხოლმე, ხო? ღრიჭო არის, აუ, ხიჭი შემერჭა. ღრიჭო არის თუ რაც არის რა ესენი, ხო? დაღებული აქ ხოლმე პირი და ნახე ჩემმა მეუღლემ რა მოიფიქრა. აი ეს რაღაცას წებოს აკეთებენ ხოლმე შიგნი რაღაც წებოს ურევენ, მაგრამ ჩვენ მოვიფიქრეთ ესეთი რამ. აი ნახეთ. ეხლა შენი დრო არის მეუღლე, შენ უნდა ისაუბრო. აი აქ შემოდის ცივი ხაირი დაბლიდან. ხო? და იმიტომ ეს უნდა გავაკეთოთ. აი პატარა აქია. აი ნახე კონუსიანი ფიცარი, არა ვიცი რა აქია. და აქ ჩავსვათ, აქცევო დავსვათ. ხო, აი შენ რო გააკეთებ, მე ვაჩვენებ ხალხს რას აკეთებ. აი პირდაპირ ვაჩვენებ როგორ აკეთებ. ეს ცოტა უნდა გავდიდოთ. ხო, მეც მაგას ვაჩვენებ მე. შენ გააკეთე იმუშავე მე გადაკ. ხო, ნუ არ შეაწუხებს ახლა ჩემი მაყურებელი მიშოულია. მოკლედ მეგობრებო, ესეთ მუშაობაში ვართ ჩვენ, მუშებს არ ვიქირავებთ, იმიტომ რომ მუშების დავიქირავეთ აგერ ჩვენი მეზობელი და ისეთი თანხები დაგვიფასა, რომ საბოლოო ჯამში მე თქვი ჩვენ ჯერ მილიონები არ ვართ. ხო, მერე, ამიტომ ჩემი მეუღლეს რახან თვითონ ეხერხება ყველაფერი, თვითონვე აკეთებს ამას და როცა ეხლა ბავშვებს დასვენება აქვს სკოლიდან. ხო და არდადეგები აქვს და არდადეგებზე ვცდილობთ ხოლმე რომ ჩვენი გავაკეთოთ აქ ყველაფერი და აი ეხლა უყურეთ რას აკეთებთ. ვისაც სოფლის სახლი გაქვთ, ეს პრობლემა გაქვთ, შეგიძლიათ აი ასე მოაგვაროთ, მეგობრებო, ძალიან კარგი ტექნიკა გამოიმუშავა ჩემმა მეუღლემ. ივანე, დადე, გრისთვის გჭირდება. ეხლა გავიდა გარეთ. ეხლა შემოვიდა ჩემი მეუღლე სახლში ისე. თავისი ხელსაწყოთი, ხო აბა? ხო. აქ ამი არის წვილი. აქ კიდე დიდი იქნება. ხო? აქ უნდა მოშვა და კიდე აქ ახალი უნდა ჩავსვა. ხო, კარგი. იმიტომ მაშინ იქნება აქ ხაირი. აი ვინა ხაირი. ხაირი გვაქვს უკვე. ხაირი. მოიცა მე პირიქით გეტყვი, არ მოჭრა. იქ მოჭერი, იმიტომ რომ იქ არ არის სწორად. იქ ცერად არის. გაიგე? This is the sheaf. კარგი რომ ჩემი მეუღლე არის ხოლმეთვის გვერდზე, იმიტომ ყველაფერი იცის. უკეთესად იცის ყველაფერი. ხო, მე ხანდახან კარგი ისეთი თვალი მაქვს მარინოს, მე ვარ აგენტი 001. სად არის ცუდი? ვერ გავიგე. ესა? ხო, ეგ. არა, ეს არ უშავს. არა უშავს? ხო, ხედავ. მე ვარ გენიოსი.
და ჩემი მეუღლის გენიოსია მეგობრებო მართლა. ჩვენ გენიოსების შევხვდით ერთმანეთს. რამე რჩევა გქონდათ მეგობრებო, ალერგიული ფონი მაქვს, ეხლა ყვავის, სანამ ჩემი მეუღლე იქ მუშაობს, მე გეტყვი. ყვავის თხილი. და ალერგიული ფონი მაქვს თხილზე და აი ეს თვალი გამისივდა ცოტა და რამე ხომ არიცით ალერგიულ ფონზე რა შეიძლება გავაკეთო თვალი რომ ჩამიცხრეს. ნახეთ როგორ ვიფხანე და კაი. აბა ნახოთ რა საკეთებს ჩემი მეუღლე. თქვენ შემთხვევაში მეგობრებო ჩემი მეუღლისნაირად ეს კარგად ვერ გააკეთებთ და ამიტომ ნახე აქ რო არ გააფუჭოთ ეს აიღეთ ხე ზედ სხვა ხეზე დადეთ ეს და იმაზე მოჭერით რომ არ დაგიზიანდეთ იატაკი გესმით მეგობრებო ეხლა მე მოვეხმარები ჩემს მეუღლეს ხანდახან ვუჭერ ხოლმე ესე იმას რა ქვია მაგას ხო ეხლა წებოს დავასხავთ ეს წებო არის კაფიანი წებო. ხო, კაფიანი წებოა, როგორც ჩანს. ესე დავასხავთ მეგობრებო. ეხლა მეორე მხარეს და მეორე მხარეს მე დაგიჭერ, მომეცი აი აქ ესე. არა, კაი. კარი დახურეთ ცივა. Marinos Reißverschluss hast du auf, aber macht nichts, oder? Alice. Musst du mir vorher sagen. ეხლა ჩავაკვეტებთ ამას ამაში. მოკლედ ერთი ამბავია რა, მეგობრებო. ჩაკუჩი, ბავშვებო, საწაიღეთ ჩაკუჩი. Nicolas საწაიღე ჩაკუჩი. იონე ჩაიცვი ფეხზე რა. ფეხზე ჩაიცვი. ეხლა ამას დავაჭედებთ. ხო და ეხლა ნახეთ რა მოხდა მეგობრებო ეხლა ეს გაშრება ეს ზემოთ ხო დარჩა არ მოვკიდებ ნახეთ წებო ნახეთ როგორ ამოდის მაგრამ ეს არ აუშვებს ნახეთ აქაც ამოვიდა წებო მაგრამ ეს მერე გადაშლიფობ რა ქვია მაგას აძვრება იმით გაშლიფობკდება ეს მოიჭრება აი როგორც აქ მოვჭერით მაგრამ მარინოს ნახე Marinus, ესენი ძალიან საშიშია. არ არის საშიში, ეს არ არის უნდა გავაშლიფობ. Es muss man abschleifen. ხო, მე უნდა გაშლიფობდეს, რა ქვია, დამეხმარეთ, შლიფობკა, შლიფობ. გაშალაშინდეს, რა ვიცი, რა ქვია მაგას, ახლა არა ვარ მაგის კომპეტენტი პირი. იონე, ჩაიცვი ფეხზე, გთხოვ. მიდი, გთხოვ, ყელით, მიდი, ყელში გთხოვ. და მოკლედ, ესე გაკეთდება, რა, ნახეთ. ნახეთ როგორი განსხვავება არის ეს აქ ისეთი ჰაერი ამოდის, რომ გეგონება ფანჯარაღია. ხო, აქ არ ამოდის ჰაერი. და ძალიან კარგადაც არის გაკეთებული, მე მომწონს თან დიზაინში ლამაზია. ეხლა ეს ჯერ რო გაშლიფობკდება, არ ვიცი რა ქვია ხო. ესეთი ფერის გამოვა მე ნახეთ, აი აქ უკვე ზეთი უსვია, ზეთი წავუსვით აქ და თან პრიალა არის, ლაკი არა მეგობრებო, ლაკს არ უსმევთ, იმიტომ რომ ლაკი არის დებილობა, ლაკი ძრება ხოლმე. მაგრამ სპეციალური ზეთი იყიდება ხის, რომელსაც წაუსმევთ და ნუ ეხლა ჩვენ ნახეთ თავიდანვე წაუსვით ჩვენ ამ მთლიან სახლს ხო? მთლიან სახლს რო წავუსვით. ხო, ნახეთ რა ლამაზია აი აქ.
ესეთი ეფექტი აქვს, რომ თან პრიალა არის და თანაც ძალიან ისეთი ლაკის არ არის. სოდიანი წყლის ტამპონები დაიდეთ თვალზეო. მადლობა, მაგას გავაკეთებ, იმიტომ რომ იცით რა ვქენი? ჩაის ნაყერი ვიცოდი მე, შავი ჩაი. ხო და ნამდვილი ჩაი უნდა და მე კიდე ავიღე და ჩაები რო იყიდება ის მთლიანად პაკეტით, ის დავიდე თვალზე რა და ის მივარ მე მგონი უფრო გააღიზიანა და საშინელება არის. ხო და აქ მე ეს რო წაესმევა ის ზეთი სულ სხვა ფერის გამოვა ეს ეხლა ეს გაცვეთილი არის რა და თანაც ჭუჭყიანია. ხო და მოკლედ ესეთი ამბებში ვართ ჩვენ მეგობრებო. უი გაჩვენოთ იქ გარეთ რა საკეთეთ ჩქარა. აი ხანდახან მეც ვეხმარები ხოლმე. აი მოვჭერით ახლა ეს ისეთი მაგარი მანქანაა რომ ამ შეგიძლია თქვა ესეც იმაზე დააყენო რა ქვია გადახარო რა ოდნავ გადახარო რომ აი ნახე ეს არის ესეთი აქ მსხვილი და აქ წვრილი გესმით და მე წამოდით ჩავდოთ ნახოთ იქ როგორ ჩადის ხო და აი ამაში პირდაპირ იმაშვება ძრება შიგნით და ეს მე მოძრება ხო, აბა ეხლა სადაკეთებ ჩემო ქმარუკელა? Aha. Nico, kannst du mal schauen, ob das bis zur Fuge hingeht? Bis hier? Ho. Ja. Oder ein bisschen weiter? Nein, richtig. Ist perfekt so, oder wie? Ja, das ist perfekt. Immer noch? Ja, immer noch. Schieb mal hin. ცოტა პატარა მოგივიდა მარინა. არა. Gut. Sehr gut. ზოგიერთი ნაძვისხეს აწყობს ამ დროს. ჩვენ არ ვაწყობთ ნაძვისხეს. ჩვენ საერთოდ ახალ წელს არ ვხვდებით ისე როგორც ყველა ოჯახი ხდება, ყველა დაპროგრამებული ოჯახი. ჩვენ პროგრამიდან გამოვედით მეგობრებო და არ ვემონებით ყოველწლიურ აი ესეთ რაღაც რიტუალებს, რომელიც არის ნაძვისხის აწყობა, მერე დაშლა, ხეების მოჭრა და ასე შემდეგ და სამაგიეროდ თავისუფალი ვართ იმ გარემოდან, რასაც ქვია ეს სტრესი ჩამოეწვეთა და დაეწვეთა. მე მაინც უნდა სტრესი როგორიც არის ახალ წლს მზადება და ერთი ამბავი და ჭირი და ხინი. გესმით მეგობრებო? ეს არის ერთი დიდი მარკეტინგის პროგრამა. უბრალოდ ბიზნეს პროგრამა არის. განსაკუთრებით მას მერე რაც ევროპიზაცია ევროპას მივბაძეთ და შემოვიტანეთ ეს განსაჩუქრების ჩუქება ერთმანეთზე. აი ეს არის კონზუმი. მთლიანად აბსოლუტურად გისმენ? გისმენ? აი, იცი რა მომეწონა ადრე საქართველოში? მარინოს ერთ რაღაცას გეტყვი სანამ შენ იტყვი. რა არის? შენ გავხარ ეხლა სუფისტს.
მაგ ოღონდ თეთრი ქუდი უნდა იყოს. ხო, მე აი მე მომეწონა საქართველოში რომ შობა ხო. ახალი წელის სხვადასხვა რამე არის. ხო. იმიტომ ჩვენთან არის შობა და ახალი წელი ერთად. ხო. ხო? ესე იგი ჩაკუჩი ხო? ჩაკუჩი. ეს სულიერი და რა ქვია? მეორე? რომელ მეორეს, აბა? Das seelische Fest Oh. und das Familienfest mit Kaufen und Essen, das ist zusammen. Oh. In Georgien ist es getrennt. Das heißt, am 1. Januar ist kein religiöser Feiertag. Nur, dass man sich was schenkt. კი. Da, გერმანიაში ეგრე არა 25-ში ზეიმობენ შობას და პირველში ახალ წელს ეგრე არ არის? ახალ წელი, მაგრამ ჩვენი თოვლის ბაბუა არ მოდის 1 იანვარ. ჩვენი ბაბუა მოდის, რა ქვია, 24-ში. 24 და 25-ში. მე ხო, ნუ განსხვავება ერთი და იგი თოვლის ბაბუა რომ მოდის პირველში? არა. ჩვენთან პირველში მოდის თოვლის ბაბუა? მე არც ვიცი როდის მოდის საქართველოში თოვლის. როდის მოდის თოვლის ბაბუა საქართველოში? მეგობრებო, ეგ არ ვიცი. ბავშვებს რო ატყუებენ და ტყუილში რო ზდიან რომ თოვლის ბაბუაო და აი ძალიან დიდი ტყუილი რო არის რა და ბავშვები მე იმედგაცრუებულები რო რჩებიან, როცა იგებენ რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს თურმე რა და აი წარმოიდგინეთ რამხელა ტყუილში ზრდიან ბავშვებს ამ თოვლის ბაბუათი რა. ეხლა არ მითხრათ რომ ეს არის რა ქვია არ მითხრათ რომ ეს კარგია რომ ბავშვებს ატყუებთ რომ თოვლის ბაბუა ახლა არსებობს. ძალიან საშინელება. მოდი ახლა მეგობრებო ჩემს მეყოლეს მივეხმაროთ ეს ავიღოთ და ეს წებო წავიღოთ ესეთი როდა აქაც ერთი წელი დაეწოეთ მაგრამ ამებს რას უზავ მე აი ნახე შო დასმარა ყველაფერი დასმარა მეგობრებო ახლა შამეწლე აღარ შემეწლე ხო ხო და მეგობრებო ახლა გაჩვენეთ ჩემი მეუღლე რას აკეთებს ხო და ახლა დავჯდე კარგად მოკალათ ერთი ამბავია ეს რა არის მეგობრებო ერთი ძალიან კარგი ძალიან საინტერესო ის უითხეს ვიყავით ხო ახლა ვიღაცას ეგონება რომ რეკლამა არის მოდი არ ვიცი სად იყავ ეს ძალიან კარგი ამბავი გავიგე, ძალიან კარგად გააკრიტიკა ერთ-ერთმა კაცმა მიტინგზე, როგორც სახელმწიფო, ისე საპატრიარქო და ისე ის ხალხი, ვინც გონც ვერ მოდის, საერთოდ რა ხდება საქართველოში რა და მეორე ის არის რომ რა გავაკეთოთ? ანუ თქვენ თუ გაქვთ იდეა რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველო გადავარჩინოთ რა, აი ამ წარმტაცებლობისაგან ხო და თუ იდეა გაქვთ მეგობრებო დაწერეთ რა ნუ დაგეზარებათ და ნუ დაგენანებათ ნუ გეგონებათ რომ ვინმე იდეას წაგართმევთ და თუ წაგართმევთ იმ იდეას ვინმე ხო ისევ საქართველოს გადასარჩენად იქნება და მადლი იქნება რა და ასე რომ დაწერეთ თქვენი იდეები თუ როგორ გადავარჩინოთ საქართველოს მაგალითად ეს ბატონი ამბობს იმას რომ ეს ბატონი რას ამბობს ეხლავე გაჩვენებთ რა ოღონდ 2% მაქვს, ნახოთ აბა 2% თუ ეყოფა ამას. 2%. Ja, Pikachu und wie glaube ich und dieser der Feuer, der kleine, nicht der große. Der Drache. Der sagt Ui. არ გავაზიანე. Der kommt gleich.
ვარ დღეს გაბრაზებული, მაფატიეთ, ეხლა სხვა რაღაცა მინდა გითხრათ. ამას რომ გეტყვით, ეხოთებით, ეხლა მომენტალურად არ გაბრაზდეთ და ემოციებს არ აღვით რა. მაგრამ ვიფიქროთ ამ საკითხზე და პრინციპი აუ იოანე შეაერთე ეს ძალიან გთხოვ რა. ეს შეაერთე, ჩქარა თუ რა გამეთიშება, ჩქარა. გავაკეთოთ ეს საქმე. ეს აი ამას ვითხო, ხედავთ, ეს იყო კინო რუსთაველი ხალხი. ჩვენი ერთ-ერთი სკადის სამბო შენობა, კულტურული დაწესებულება. აი ახლა ეს დაიკავა გაყიდვების ოფისმა, არაბული კომპანიის, Eagle Hills თუ რაღაცა ქვია. დღეს გამოვიდა ჩვენი დე-ფაქტო პრემიერი. ხელისუფლების მიმტაცებელი, აუცი ბევრი ეკითხებს ამბობთ, მე ამით დავმაყოფილდები. ყველა სკულში გაგვისახი რაღაცა სიტყვა საქმე. ასეთ რამეს იძახის, მილიონი კვადრატული მეტრიო კომერციული და საცხოვრებელი უნდა აშენდესო. 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოსო. ეხლა მოუწ ვისაც მათემატიკა გეხება, ცოტა მაინც დააფიქრდით ამაზე. 6 მილიარდი დოლარი მილიონი კვადრატულია. 6000 დოლარი უნდა დაგდეს კვადრატული მეტრი გასაშენებენ ასეთს. 6000 დოლარი კვადრატული მეტრი. 6 მილიარდი რომ ამოიღო, 10 მილიარდად 11-ად უნდა გაყიდო. რა დაუშლით ამათ? კაი გონიოც არის, თქვა ნახევარი გონიო იყოს, თუმცა ის ბევრად უფრო პატარაა. 6 მილიარდში თქვა 3000 დოლარი კვადრატული რა უნდა იყოს ისეთი რო აშენდეს. ახლა უყურეთ, ერთი ტყუილი მინდა გაგასცენოთ და იმის მაგალითად მეორე ტყუილის დაგანახოთ. გიორგი ბაჩიაშვილიო, აზერბაიჯანის საზღვართან დასწრებოდა და იქ დამჭირეთო. და რა აღმოჩნდა მე აღმოჩნდა რომ არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან ჩამოიყვანეს. იმ ქვეყანამ ხელი შეუწყო ამათ. იმათ ლიდერი რომ იყო ჩამოსული ნაჰიანი, როგორ ორად მოგეცილია ხდებოდა ბიძინა ივანიშვილი. ხიმელიცა ფუძები ქონდა ამხას მარიამ ფრიუშვილს. ქალბატონს და დაჭიმულის ინტენსივიმებოდა და იკრიჭებოდა. და ყოფახიძე ირაკლი პრემიერ-მინისტრი კი არ იყო მოსამსახურე ივანიშვილი და მე ნაჰიანი. ეს არ იყო თუმის პატივისცემა. ეს იყო ფეფოს გაძება. ჩვენ ვიცით მასპინძლობა რა არის. ეხლა მოდით აქედან გადავიდეთ ამ ტყუილებიდან რა არის ეს ოფისი. ეს ოფისი შირმა აქ რა უნდა გაიყიდოს ხალხო? გაუყიდავ ფინები არის უამრავი საქართველოში და მალე ვნახავ ჩვენ ფასების ვარდნას. 6 მილიონი რო აშენონ და იმაში 100,000 ფინა. რამდენი ადამიანი უნდა ჩამოვიდეს? აქ ქართველებს არ ჭირდებათ ეს ფინები. ხო, უნდა ჩამოვიდნენ არაბები, უნდა ჩამოვიდნენ რუსები. ბაბილონის გოდოს გვიშენებენ ეს ზედა მოთხანულები ესენი. მაფატიეთ ხალებო რა. ეხლა კონტროლებს უნდა მიმართო. საპატრიარქოს უნდა მიმართო. სადიხურები თქვენ ვითომ ღირსების დამცველებო. ვითომ წმინდებო. მამადოროთ მე ახლა ქვეყანაში პრობლემა მაგასოდას დევთ. მე თქვენ წარმოვუთხარი ვიკაცებს ამაზე. ეს ნახევარი წლის წინ გამოჩნდა ეს ოფისი და მაშინ უთხარი მივედი. საეკლესიო პირებთან და უთხარი დაფიქრდით მეთქი. მამადოროთ რო გახდა პრობლემა. 5000 კაცი რო ხდება ვიღაცა სპორტსმენს დახრო ამდენი ვარ ჩვენ. დაფიქრდით ხალხო. ევროპაშიო, მუჰამედი არისო, გერმანიაშიო, ხშირი სახელიო. აქ რა არის ხშირი სახელი? აზერბაიჯანში რო აწელი ვიცხოვრია, ძალიან მიყვარს ეს ხალხი, აზერბაიჯანებზე არაა საუბარი. ეს ის ადამიანია, ხო? ჩამოვა, აქ რა იქნება? ჩვენ ქალებს რომ მიაგებია ვიღაცა ხურუშიანები, ეგ რა იქნება? გადადრებულები ესენი. რო ეშინიათ ევროპაშიო, არ გავხსოვდეთო, თავის რაგებს რო ვხსნებიან, მაგრამ თვითონ ამათ მავლები წოყავს პარტია გამოტენილი. ქალაქის მერი ვიჩები ფეხებია. ხოდასუბარი ვიჩები ფეხებია. საპატრიარქოში ამდენია. ხალხო, მილიონერები როგორ? მეფეები, კათოლიკები, ეპისკოპოსები, მილიონერები არაგებს როტენიან. მამადოროთე გახდა ამ ქვეყანაში ხალხო პრობლემა. მე იშვიათად ბრალდები ხალხო, ასე ახლა ჩემი თავი არ მოხსოვს ასეთი გაბრაზებული. გული ხელი ამომიწერა და ისეთი გაბრაზებული ვარ, ახლა ისო დავინახე. ვიღაცები ეკონომისტები დახეთ, თქვენი მეკითხები, მაგრამ ხო არ მეშლება. ბლეფიაო ის არისო. რა ბლეფია ხალხო? დააფიქრდით ამაზე კარგად. ძალიან კარგად იფიქრეთ, ბაბილონის გოდოს გვიშენებენ. დავით აღმაშენებელმა ამ ქალაქიდან არაბები განდევნა 1924 წელს. არაბებას გუწყობენ აქ ეს დაბოზრები. ეს იუდები. ეს არის ხო? თუ რომელია ეგ კაცი არ ვიცი, ეს არის? ეს ვინც საუბრობდა? ხო, მე მგონი ეგ არის. მოიცადე? რატო წახვედი, სად წახვედი? ხო, მაგრა ილაპარაკა ამ ადამიანმა, ძალიან მომეწონა. ძალიან მომეწონა. მაგრამ აი გამოსავალი რა ვქნათ? შევიკრიბოთ ესე კაწალკუწულა ხალხი? აი როგორ შევიკრიბოთ მითხარი მითხარი რის ირგვლივ შევიკრიბოთ და როგორ შევიკრიბოთ? მაგალითად ხო ეგეთ. სამშობლოს თუ ერთს არ გამოადექი, თუ თევდორე მღვდელი არ იყავი,
თუ ერთს არ გამოადექი თუ თევდორე მღვდელი არ იყავი მაშინ რაში გვჭირდება ეს სამღვდელოება იმისათვის რომ ჯიპებით იკატავო ქრისტიანობა არის ესა რომ ერთმანეს უჭამთ და ერთმანეს ვებძვით და ეს პარლამენტარები რომ ყველა გამძღარია და თუ $15,000 აქვს ლარი აქვს ხელფასი და იმას 20 ლარს უმატებ უყურებ იმას როგორც ცენენ და უშენეთ თურმე იმას ლოცულობ რას ლოცულობ ანდა ვერ უყურეთ რომ მთელი ეს მარჩ ფედრო შემოდის რასაკეთებს საპატრიარქო კომისარს უნდა რა საკეთებს ბიჭო ვერტები რა ბევრი არის მოდელი იმათი სიკეთე იყოს უფლისგან მაგრამ უმეტესობა არის ეს ჯიპზე მოკატავე რატო არ ახსნა მთელი საპატრიარქო როდესაც ზიამაღლებელი ასეთ რეჟიმში ჩააგდო ამ რეჟიმმა და ყველა საათ მოაზროვნე ასე ფიქრობს როგორც მე მარაგალა პარკოს აქ ის თვითონ აბარაკტიარი როდიშკის მინდა ეს ენა და აზრი და გონება რატო ესეთები არ არიან ბევრი საქართველოში? მაგრამ საქართველოში ასეთები უფრო მეტი არიან, ნახეთ. Zusammen kämpfen lässt sie. Ja, aber diese böse. ასეთები უფრო მეტი არიან. ჩაირთვე ბიჭო, ჩაირთვე. ეგეთებიც მეტი არის, ბევრი არიან. რატო არ ირთვები? The house stood in gloom. ერთი წუთით მოიცადეთ, არ გაიქცეთ არსადა. თუ გაქვთ ერთი წუთი, რა არის ეს რა? არა. მოკლედ ახლა რა მინდოდა მეჩვენებინა, რომ მღერიან და რაღაც საქართველო და ის და K-pop-ენ და მღერიან. რატომ არიან? აჰა, ჩაერთო. აი, ესეც სამღერლად გვასაქმე, აბა. აბა რა, დაილოცოს, აბა და ჭიქით ხოში და საქართველო ამ დღეშია. და ვითომ კარგი ტიპები არიან ახლა ესენი, ვინც აქ დგანან რა. აუ, გამოჩდით მეთქი ბიჭო, არ გესმით. დედიკო, გამაბრაზა ჩემო ტელეფონმა. შენ რას მეტყვი? რატო არ ირთვება? დავაჭიროთ ხელი? არ შევა. აი, ჩაი. ეხლა ალბათ მაგარი გონიათ თავი რა. გაუჩ, თვითონ ჩაირთება. გვაწვალებს. გამარჯობა ლაშა. გამარჯობა. შენი არ ირთვება, მოკლედ გვაწვალებს. რატო გვაწვალებს მე ვერ ხვდები? ინტერნეტი არის. დაჭერა არის. ველანი არის. აი ხა ამ ყველას მაგარი კაი ტიპი გონია თავი რა. და ნაძის ხო დადგეს თავარია იქ უკან. აქ ლუსტრა არის ჩამოკიდებული, ისეთი რომ რა ვიცი. სამღერლად გვაქვს საქმე მეგობრებო რა. სამღერლად გვაქვს საქმე საქართველოს. ისეთი მაგარ მდგომარეობაშია დღეს საქართველო, რომ უნდა ვიმღეროთ. ახალი წელიც ვიზეიმოთ. აი როგორ შევეძლება მრჩება, იცი?
იცით როგორი შთაბეჭდი, აი რეალურად მოაზროვნე ადამიანისთვის, რომელიც პროგრამაში არ ზის, ხო? და ამ პროგრამებს არ მიყვება მკვდარი თევზივით, ხო? როგორ ჟღერს და ჩანს ეს ყველაფერი, თითქოს კაცობრიობა ნახევრად ხვდება, რომ საქართველოს უჭირს, მაგრამ ყოველდღიურ ამ რუტინას ვერ შორდება, ვერ გამოდის ამ ყოველდღიურობიდან და მიყვება დინებას. თევზი, რომელიც შეიძლება მკვდარი არ არის, მაგრამ იმის ძალა არ აქვს, რომ დინების საწინააღმდეგოდ იცუროს რა. აი ესეთი შთაბეჭდება მრჩება, რომ ეს ყველა ადამიანი ხა დარწმუნებულია, რომ ვინც აქ მღერის, ხო? დღეს არის გადაღებული ეს და არა 10 წლისი. ესეთი შთაბეჭდება მრჩება, რომ ამ ხალხს ფეხზე კიდია საქართველო რა. ამ ხალხს აინტერესებს უფრო აი ყოველდღიური გართობა, დღეც გაიყვანოს, გადაატაროს და მერე ხვალ ხალხი ისევ გაძარცვოს. ისმის, რაში გაძარცვოს, ახლა გაძარცვოს იმაში, რომ იმ ნაძვისხის საყიდლად ბიზნესები აწარმოოს ისეთი, რომ ხალხი გაღვლიπოს და მერე თვითონ ეს ნაძვისხე დაიდგას სახში. თუმცა გაჭირებულ ხალხს ფულები დაღლიტოს. აი ვერ გიხსნით რა, არ მოდის. ვერ ემოციურ დონეზე გაშეშებულია ეს ვითარება. ვერ გიხსნით რისი თქმა მინდა. ევროპული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ილია მეორე მოკვდაო დაგესიზმრა კი დამესიზმრა შეხედე და დაინახო რომ მკვდარია რა თუნდა მაგას დასიზმრება ეხლა მაგაზე კიდე ენერგიები ხარჯო. ხო და მეგობრებო, აი ესეთი საკითხია, რომ აი ეს ილია მეორე მაგალითად 58 წელი რო შეუსრულა თავისი აღსაყდრების, ხო? სულ ერთ ადგილზე ეკიდა ეს შენი საქართველო და გაჭირებული ხალხი რა. შედეგიც სახეზეა. მივიღეთ შედეგი. 58 წლის მერე საქართველოში არაბები და ინდოელები და ინდუსები და აგერ რუსაც კი გაუკვირდა ამდენი ინდუსი არისო საქართველოშიო. რასაკეთებენო ლაპარაკობს, ხო? სახეზია შედეგი რა. სახეზია შედეგი, რომ საქართველოს ქართველების აღარ არის. ქართველები არის საქართველოს გარეთ. ეხლა არ თქვათ, რომ ილია მეორის ბრალი არ არისო რა, რახან ილია ახსენე. ევროპულო ტანსაცმელი და ფეხსაცმელო. რახან ილია ახსენე, ხო? პირდაპირ გეტყვი მაგაზე რა. 58 წელი ტიპი რასაკეთებდა არ ვიცი. მაგის ხელში იყო ის ფული, რაც შედიოდა საპატრიარქოში და სრულიად საქართველოში შემოსავალი. ყველა პრეზიდენტს ჩაებრატა ზვიადის გარდა და აი ამ ყველა ჩაბრატებულ პრეზიდენტს ვერ გააგებინა და შეაგნებინა ის, რომ საქართველო უნდა იყოს ქართველების რა. რატო ვერ გააგებინა იცი? თვითონაც რუსეთის ტიპი იყო და იმიტომ. აგერ შედეგი სახეზეა, რომ საქართველო ეკუთვნის რუსებს, ებრაელებს, ხო დღეს იქ ვიყავით გოგირდის აბანოებში და გადავსებული იყო ებრაელების მანქანებით. ებრაელებს, ინდუსებს, ხაზარებს, ირანელებს, ჩინელებს შემოდიან თანდათან, ზანგებით შემოდიან. ნუ ეხლა მაგ ყველა თავის ქვეყანაში ყველას გაუმარჯოს რა, არავის წინააღმდეგ არა. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ქართველები რომ მონებად დგანან და ესენი ფულებს მაგრად ხარჯავენ და ტაშმანდურობენ, ხო? აი ეგ მითხრება ქართველს რა, როგორც ქართველს მაგრად მითხრება. ქართველი კაცი დღეს რომ დაუდგა ირანელ, პაკისტანელს, ინდოელს, იუდეველს მონად. იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს. თორე შიმშილით სული გაწყდება. შიმშილით სული გასძვრება უკაცრავად. შიმშილით სული გასძვრება, ესეთი გამოთქმა არსებობს საქართველოში. შიმშილით სული გასძვრება. იცით რა მაგარი გამოთქმა, ეხლა დაუფიქრდი. ანუ ესე იგი ასტრალი და ხორციელი განეშორება ერთმანეთსო რა. შიმშილით სული გასძვრებაო გესმის.
სულის გაძრომა ხო აზე ხართ რა ტიპი არა სული უნდა გაგძმრეს თუ საჭმელი არ გაქვს თულზე მაგარი რამეა კაი წავედი ახლა მეგობრებო დღის გეგმა შესრულდა მე ლაივი ჩავწერე და თანაც განახეთ ჩემი მეუღლე რა მაგარი ხელოსანია მაგრად მუშაობს ხო აბა დედიკო გისმენ მუშავა მაგარი არა ხელოსანი ხარ საუკეთესო პროფესორი ხარ საუკეთესო მასწავლებელი ხარ საუკეთესო კიდე რა ვთქვა მარი ხმარი ხარ მაგის დედავატირე ისეთი საუკეთესო რომ ბარე ორ სინატროს ნებისმიერმა ქალბატონმა ასეთი მეუღლე ხო გესმენ დედიკო ხო მამიკო საუკეთესო ყველაფერი საუკეთესო აი ძალიან მაგარი ქმარი მყავს მე მყავს ისეთი ქმარი რომ ესეთი ადამიანი თუ არსებობდა დედამიწაზე სადმე არ მეგონა მაგრამ არსებობდა თურმე მართლა გეუბნებით არ გატყუებთ აი ამ საკითხში საერთოდ არ გატყუებთ ხო წავიდე ახლა გამიშვებთ მითხარით პაკა პაკა ჩაო ჩაო პაკა პაკა მოიცადი დაემშვიდობე ჯერ დედიკო ეგრევე კარგად იოანე და მარიამ ისა ნიკოლოზ და მარიამ თქვენს დაემშვიდობეთ ჩემს მარინოს შენს დაემშვიდობე ჩემს მაყურებელს კარით ხო ასე რომ კარგად და ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ მეგობრებო თუმცა ხვალ მაინც შემოვალ გეგმა მაქვს შესაძლებელი მეგობრებო აგენტ 001 ვარ და შესაძლებელი გეგმა მაქვს ერთი თვე ხო ერთი თვე კიდევ მუშაობ იმისთვის რა ქვია საქართველოსთვის კარგად მოიცა აჰა დააჭირე მიდი დააჭირე ბენდენ